კაი, ესე იგი, Google-ის რეკლამაზე რო ვისაუბროთ, რა განსხვავებია Facebook-სა და Google-ს შორის პირველ რიგში და მე გაჩვენეთ უშუალოდ კამპანიების აწყობის პროცესს, ხო? ესე იგი, თვითონ Google-ზე გვაქვს რამდენიმე განთავსების ადგილი, ანუ რეკლამა სად შეიძლება რომ გამოჩნდეს. პირველი ყველაზე მარტივი არის თვითონ საძიებო სისტემა, აი მაგალითად, სასყიდრო დავსერჩო ახლა მე, ხედავთ რომ ads რასაც აწერია, ეს არის სპონსორებული რეკლამები, ხო? მაგალითად, Eurocredit Gym ამ სიტყვაზე გადაიხადა ფული, იყიდა ასე ვთქვათ ეს კონკრეტული სიტყვა, იმისთვის რომ გამოჩენილიყო პირველ ადგილზე. ანუ პრინციპი არის ის, რომ ჩვენ search-ში ვყიდულობთ სიტყვებს, სიტყვებზე ვიხდით ფულს. და ყოველჯერ როცა დააკლიკებს მომხმარებელი რეკლამას, გვაჭრის გარკვეულ თანხას რა. შესაბამისად, ნახეთ, აქ განსხვავება მინდა განსხვავებასაც ხაზი გავუსვა არის ის, რომ ნახეთ, ad რასაც აწერია, ეს არის სპონსორებული რეკლამები და დანარჩენი სხვა რაც არის, ეს არის ეგრეთ წოდებული SEO-ს დახმარებით, რომ ყოველგვარი რეკლამის გარშე ორგანულად მიღწეული რეზულტატი, ხო? სესხი არის, ახლა სესხი რო დავსერჩ, ესე იგი VTBG SEO-ს დახმარებით ამოვარდა, ხოლო TV Secret G და Eurocredit-ში რეკლამის დახმარებით ამოვარდა. ეს არის Google-ის AdWords-ის რეკლამა, AdWords ad-ები და ერთ-ერთი განთავსების ადგილი არის თვითონ საძიებო სისტემა, ხო? მეორე განთავსების ადგილი, რაც გვაქვს, ასევე ეს არის ბანერული ტიპის რეკლამა. უბრალოდ მაგალითი რო გაჩვენოთ ახლა. მოიცა რამე ისეთი ვნახოთ კონკრეტული მაგალითი. აი, თუნდაც ეს. ნახეთ, ესე იგი, მეორე განთავსების ადგილი არის display. ან display რეკლამაზე საუბარია ბანერებზე უშუალოდ, რომელიც თავსდება საიტებზე, ხო? საიტზე რო შედიხარ ეს ბანერები გვხვდება სხვადასხვა ზომების, ეს არის display ad-ის დამსახურება. თუმცა ეს display ad-ები არა მარტო Google-ით შეიძლება გაეშვას, არამედ მაგალითად შეიძლება სხვა პლატფორმებითაც ჩაეშვას, როგორც არის, არ ვიცი, Bing-ი, Yandex-ი და ასე შემდეგ. იმისთვის, რომ Google-ით ჩაუშვათ, წინაპირობა არის ის, რომ ის საიტი, სადაც გინდათ ამ ბანერული რეკლამის ჩაშვება, აუცილებლად უნდა პარტნიორობდეს Google-თან, თუ Google-სა და საიტის მეპატრონის შორის არ არსებობს ხელშეკრულება, რომ დაუშვათ საიტის მეპატრონი აძლევს უფლებას Google-ს რეკლამა განათავსოს თავის საიტზე, ისე არ გამოვა, ხო? AdSense-ია ესეთი პროექტი, რომლის წევრ შეიძლება იყოს საიტი და მოკლედ პრინციპი არის ის, რომ მეპატრონე გარკვეულ თავისუფალ ადგილს თავაზობს Google-ს, ხოლო ანაზღაურების სანაცვლოდ, ხოლო თავისუფლად Google-ი ამ თავისუფალ ადგილებზე განათავსებს ბანერული ტიპის რეკლამას. პირად გამოცდილებიდან რო გითხრათ, არ ვიცი. მსგავსი რეკლამა ხო შეიძლება რომ პირდაპირ იმ საიტთან გაარკვიონ Google-ის დამოუკიდებლად არ ხდება ეგ? როგორ არა, კი ბატონო, ეს უბრალოდ Google-ის მაგალითია, თორე აი აჭარნეთსაც რომ შეხვიდეთ, აჭარნეთი ახლა Google-თან არ თანამშრომლობს, ანუ თქვენ რო გინდოდეთ აჭარნეთზე ბანერის ჩაშვება, უნდა დაუკავშირდეთ პირდაპირ საიტის მეპატრონეს და ისე ჩაუშვა, ხო? მაგრამ მეორე ვარიანტია, რომ თვითონ Google-ის დახმარებით ჩაუშვა, Bing-საც აქვს მსგავსი სარეკლამო პლატფორმა. რამე უპირატესობა აქვს თქვათ Google-ით ჩაშვებას, ვიდრე პირდაპირ საიტს? ხო, ალბათ ის რომ უფრო მეტ საიტზე მოგცემს განთავსების საშუალებას, ანუ როცა კამპანიის აწყობს, არა მარტო ერთ საიტზე ეშვება, არამედ ძალიან ბევრ საიტებზე ეშვება, სხვადასხვა ადგილებზე რა და პლუს შენ განუსაზღვრო მე Google-ზე შეგიძლია იქ სეგმენტაცია საიტების თემატურობის მიხედვით, რომ აი, არ ვიცი, შენ შეიძლება უთხრა Google-ს, რომ მოდი მხოლოდ იმ საიტებზე ჩაუშვეს ბანერული რეკლამა, რომელიც სპორტის თემატურობისა, თქვა ნიუსების თემატურობისა და იქ, ანუ სეგმენტაციის ფუნქციონალით აქვს რა, უფრო კარგია. ვიდრე არ ვიცი აჭარნეთი ახლა აჭარნეთზე როცა ჩავშვებ არ ვიცი რამდენად გეტყვენის რომ კონკრეტულ გეტყვიან რომ აი იცი რა კონკრეტულ აუდიტორიას როცა შემოვა საიტზე მხოლოდ მაშინ ვაჩვენებთ რეკლამას და არა ზოგადად ყველას ხო თუ აქვთ ეგ ფუნქციონალი ძალიან კაი მაგრამ როიცოდეთ უბრალოდ ამ ეს არის ბანერული ტიპის რეკლამა ერთი გზა არის რომ Google-ით ჩაუშვა ან Bing-ით ან Yandex-ით ან მეორე გზა ის არის რომ პირდაპირ ახლა საიტის მეპატრონეს დაუკავშირდა New York Times მაგალითად და უთხრა რომ აი აქ ბანერი ჩამის ხო რაც მოგიწევს რომ პირდაპირ ფული გადაუხადო საიტის მეპატრონეს. ხო. ეს არის ბანერული ტიპის რეკლამა. და მესამე კატეგორია Google-ის რეკლამების არის ვიდეო რეკლამა, ხო? YouTube-ს რომ ნახოთ. YouTube-ები ძირითადად არის ეს კარგი მაგალითია. ესე იგი
ვიდეოს სახით შეგვიძლია რომ რეკლამები ჩაუშვათ, ძირითადად საუბარია მთავარ ვიდეოზე. როდესაც მაგალითად სანამ შენ რაღაც ვიდეოს ყურებას აპირებდი, ეგ ვიდეო ჩაერთვება, მოეფარება თავზე რეკლამა, ხო? და გაქვს skip ბატონი, რომ შეგიძლია დაგდიდე და გამოტოვო ეს რეკლამა. აქაც გვაქვს რამდენიმე ვარიანტი, რომ მაგალითად ფორმატის თვალსაზრისით არის ვიდეო რეკლამა, რომელიც სამიანია, მაგრამ მომხმარებელს არ აქვს გამოტოვოს რეკლამას. მეორე ვარიანტი ის skip-able ad, რომელიც შეიძლება უფრო დიდი იყოს, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა რომ დასწროს. ვიღაც მიკროფონი ხმაურობს, ცოტა ხნით რომ გავთიშოთ. ან მეორე ვარიანტია რომ ეს თქვა ჩვეულებრივი რეკლამები ვაჩვენოთ რა. აი, აქაც არის ხოლმე ეს ხრიკი, რასაც ვიყენებთ, რომ გვიჩვენია რომ მაგალითად ბამფერები ავიღოთ, აი ეს ბამფერები არის 6 წამიანი რეკლამა, რომელსაც ვერ skip-ავს მომხმარებელი და ფაქტიურად იძულებულია რომ უყუროს რა. და შეზღუდვა უბრალოდ ის არის რომ 6 წამში შენი სათქმელი რამენად უნდა ჩაატიო რა. ნაცვლად იმის რომ მაგალითად 3 წუთიანი ვიდეო რეკლამა ქონდეს და მომხმარებელმა რეკლამის გამოჩენისთანავე ეგრევე skip-ს დააკლიკოს და დაგskip-ოს, ხო? ხო, ეს არის სამი განთავსების ადგილი, რასაც ასე ყველაზე ინტენსიურად ვიყენებთ. ამერიკაში დამატებით არის მაგალითად Google Shop-ია, ის არის რომ შეგიძლიათ მაგალითად ონლაინ მაღაზია თუ გაქვთ, პირდაპირ Google-ში გაიტანოთ ეგ. და ეგ ბუქცელი ძირითადად დასპორტებულია მაინც ამერიკაში, საქართველოში სამწუხაროდ არ გვაქვს. ერთი ლიმიტაცია კიდე რაც Google-ის რეკლამასთან არის ის, რომ ქართულ ენას საძებო სისტემაში რეკლამაში ვერ ვიყენებთ. თვითონ ოფიციალურად არ არის Google-ის მიერ მხარდაჭერილი და სამწუხაროდ გვიწევს რომ ლათინურად წეროთ ჩვენი სარეკლამო ტექსტები. ეხლა რაც შეეხება ხელსაწყოებს, ხო? Google-ის რეკლამისთვის ორი ძირითადი ხელსაწყო გვჭირდება. ერთი ეს არის Google Ads-ი. მოკლედ, აი მაშინ აღნიშნე რა, რომ Ads Manager Twists-ი კარგად, ხო? მე მარტივია Google-ის Ads Manager-თან მუშაობა. ანუ ეს Ads Manager-ის მსგავსი პროგრამა, რომელიც საშუალებას გაძლევს კამპანიების ჩაშვებას. ხო, ხარ შევიდეთ შიგნით. რომელიმე ანგარიშს ავიღებ. უბრალოდ რაც პლატფორმასთან სპეციფიკურია, ეგ არის ძირითადი განსხვავებები, რომ მაგალითად აქ ხა Google-ის ფორმატებს ვირჩევთ, Facebook-ის ფორმატებს ვირჩევთ. თუმცა ბევრი რამეც მსგავსება, კერძოდ მაგალითად კამპანიების ტიპები, სტრუქტურა ზოგადად სარეკლამო კამპანიის და ბევრი მსგავსებას იპოვეთ ერთ სიტყვით Ads Manager-თან. ნახეთ Google Ads, ეს არის პროგრამა, რომელიც დაგვეხმარება სარეკლამო კამპანიები ჩაუშვათ და ერთი პროგრამა კიდე, რომელსაც მე ცალკე ლექცია აქვს და პრინციპში მაგასაც გავვნახოთ, არის Google-ის ანალიტიკა. ეს არის უშუალოდ სტატისტიკის და რეპორტინგის ხელსაწყო, რომელიც დაგვეხმარება, რომ მე გავზომოთ, მაგალითად ის ხალხი, ვინც Google-ის რეკლამით გადმოვიდა ჩვენ საიტზე, იმათმა რა ქნეს, ხო, რა გააკეთეს, რომელი გვერდები ნახეს, რამდენად განახორციელეს ის ქმედება, რაც ჩვენ გვინდოდა და ასე შემდეგ. ამ ორი პროგრამის ირგვლივ ვიტრიალებთ ძირითადად, ასე ვთქვათ, Google-ის რეკლამის ფარგლებში. ხო, ეხლა ნახოთ აქ რა ხდება. ნახეთ, ესე Google Ads. უბრალოდ ინტერფეისი რა გიხსნათ, ესეთი რამეა რა. ეს არის overview შენი კამპანიების მიმოხილვა, ასე ვთქვათ, სადაც გაჩვენებს მაგალითად რამდენი კლიკი ქონდა, რამდენი impression-ი ქონდა, impression-იც ხო იგივე ქონდა. იგივე პრინციპში რაც Facebook-ზე იყო, ანუ საუბარია განმეორებით ნახვებზე. და კლიკი არის ჩვეულებრივ რეკლამაზე კლიკი, ხო? ანუ რამდენი კლიკი ქონდა ერთ რეკლამაზე, რამდენი დაგვიჯდა და მე არის drop-down-ი ქვევით კამპანიებს. ეს სიტყვები რომლებზეც ჩნდებოდით, ხო? აქ მთელი მოღამი ისე რომ ჩვენ უნდა მოვიძიოთ სიტყვები, რასაც მომხმარებელი ხშირად ეძებს, რომ მე ეგ სიტყვები გამოვიყენოთ ჩვენი რეკლამისთვის, ხო? რომ ვიცით რომ მაგალითად ვიღაცა ეძებს CSG 2000 ლარამდე, ამოვიღებთ მაგ ფრაზას და ვეტყვით Google-ს, რომ იცი რა მაგალითად ვიღაცა რომ ამ ფრაზას დასერჩევს, მინდა რომ აჩვენო ეს კონკრეტული რეკლამა. კაი. ნახოთ ახლა მივყვეთ ჯერ ინტერფეისს, ესე იგი სად რა ხდება და სად რას ვაკეთებთ. კემპეინების სექციაში არის დაჯგუფებული ყველა ის კამპანია, რაც კი თქვენ ჩაგიშვიათ, ნახეთ, კემპეინ სახლის ხილაკთან, აი აქ გაჩვენებთ ყველა კამპანიებს, რაც კი გქონდათ ჩაშვებული. ყურადღება მიაქციეთ აი ამ სტატუსს, მწვანე არის ის, რომ კამპანია ჩართულია, გრეი არის ის, რომ კამპანია გათიშულია, ხო? გვაქვს ასევე ad group-ები, ანუ კამპანიის ქვევით, კამპანიის შიგნით გვაქვს ad group-ები, სადაც ვაჯგუფებთ სიტყვებს, ანუ keyword-ებს, რასაც მოვიძიებთ და თითოეულ ad group-ში მე
შესაბამისად არის ჩაყრილი ეს keyword-ები. რომ ანუ რაზე ჩნდება ჩვენი რეკლამა. აი ვიღაცა რომ დასერჩავს მაგალითად locked out of car, ან auto lockout, ან locksmith lockout გამოჩნდებოდა ჩვენი რეკლამა, ხო? მესამე სექცია არის აუდიტორიები, ანუ აქ საუბარია მაგალითად ვის ვათარგეტებთ კამპანიის ფარგლებში, აი მაგალითად homeowners, ხო? ანუ აქ ზოგადად რომ ვიცოდეთ როგორ ხდება აუდიტორიის სეგმენტაცია. სამწუხაროდ ისეთი ზუსტი არ არის როგორც Facebook-ი მაგალითად, იმიტომ რომ სოციალური ქსელი არ არის ყოველ შემთხვევაში Google-ი, ხო? და თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მომხმარებელი ხშირად Google-ის ანგარიში საერთოდ არ შედის და ან ინკოგნიტოს იყენებს, ან ანგარიში შესვლის გარეშე აკეთებს, ან ახორციელებს search-ს და შესაბამისად ხშირად ვერ აგროვებს ხოლმე, ასე ვთქვათ, ისეთ ფუნდამენტურ ინფორმაციას, როგორც არის მაგალითად დემოგრაფია, ქცევა, ცდილობს რომ რამდენად გამოიცნოს, აი მაგალითად search pattern-ი დაიჭიროს და ნახოს, რას ეძებ. ხო, შენ თუ ხშირად ეძებ მაგალითად ბავშვის სათამაშოებს, შეიძლება Google-მა ივარაუძოს, რომ შენ მშობელი ხარ, რომელსაც სისტემა გაინტერესებს, ხო? ან თქვა ძალიან დიდი კუთხე, ეხა შემოგიწერეთ. სალამი. ხო, ანუ Google-ის რეკლამას გავდივართ და საუბრობთ აუდიტორიის სეგმენტაციაზე და აი ეს მინდა კარგად დაიმახსოვროთ რა, რომ ზოგადად აუდიტორიის დათარგეთება მაინც ეფექტური Google-ში არ არის. ისევ და ისევ ლოგიკიდან გამომდინარე, რომ როგორც ასეთი Google-ში ჩვენ პროფილები არ გვაქვს, ხო? ანუ როგორც ეს Facebook-ზე, სადაც ვავსებთ დემოგრაფიას, ქცევას და Google-ს ხშირად რთულია რომ გამოიცნოს მაგალითად შენ ვინ ხარ, ხო? ერთი გზა მაგალითად Facebook-ს ახლა მარტივია, იმიტომ რომ შენ თუ პროფილზე მითებული გაქვს რომ მუშაობა აქვს, შვილი ყავს, ურთიერთობაში ხარ ამასთან და ამასთან, Facebook უფრო უმარტივდება Facebook-ს რომ მიხვდეს დაახლოებით რა კატეგორიის აუდიტორია ყავს, ხო? მაგრამ Google-ის შემთხვევაში Google მაქსიმალურად ცდილობს რომ გამოიცნოს search-ის მიხედვით, ანუ რას ეძებ, მაგის მიხედვით ჩაგაგდოს გარკვეულ ინტერესთა კატეგორია. ისე მაგალითად რომ დავუბრუნდე, რომ შენ თუ ხშირად ეძებ მაგალითად ბავშვის სათამაშოებს, შეიძლება Google-მა ივარაუძოს, რომ შენ მშობელი ხარ და შესაბამისად შენ რომ მშობლებზე ეტყვი რა იმ მშობლებზე დაათარგეთე, აჩვენებს რეკლამას იმ ხალხს, ვინც დაუშვათ ბავშვის სათამაშოებთან დაკავშირებით რაღაც ფრაზებს ეძებს. ხო, და ნუ დემოგრაფია აქაც შეგვიძლია რომ უთხრათ რომ მაგალითად ამ ასაკზე დაათარგეთე, ამ სქესზე, შემოსავალზე და სხვადასხვა კომბინაციები გქონდეს. კაი, მოდი ნახოთ ახლა ჩვენ კამპანიები პირველ რიგში. კემპეინებში ნახეთ, ესე იგი, დავიწყოთ ახალი კამპანიის აგება. ლურჯი ღილაკით არის create a new campaign. და როგორც Facebook-ზე ქონდა პროცესი, აქაც პრინციპში იგივეა, რომ პირველი რაც უნდა ვქნათ არის რომ განსაზღვროთ ამოცანა. ანუ რისი მიღწევა გვინდა, ხო, ამ კამპანიის ფარგლებში. ბევრი რამ მსგავსია Facebook-თან, მაგალითად ხილვადობა, traffic-ი, engagement-ი, თუნდაც გაყიდვები. აი ნახეთ, website traffic-ი აქაც ქონდა და იქაც, ხო, lead-ებიც, lead generation ფორმებიც ქონდა Facebook-ზე. Product and brand consideration იგივეა, რაც engagement-ი. Brand data, audience და build awareness-ი იგივეა რა დაუშვათ რაც reach. მოდი ნახოთ ახლა ჩვენ website traffic-ი და ნახოთ search. აი ეს უკვე განთავსების ადგილები, ანუ რეკლამა სად უნდა ჩაეშვას, ხო? Search-ი, Google-ის საძებო სისტემა, display, banner-ი, shopping-ი, რაც ამერიკაში გვაქვს და ნუ არის კომბინაციები კიდე discovery და ვიდეო არის თვითონ YouTube-ი. აი, მოდი search-ს ავიღებ. დაგჭირდება აუცილებლად საიტი, რა თქმა უნდა, საიტის გარეშე Google-ის რეკლამას აზრი არ აქვს. უბრალოდ ახლა domain-ს დავწერ რამეს. დავიყვეთ. კაი, ნუ კამპანიის სახელი ერქვა ეს website traffic search-ი. ეხლა ამასზე გავამახვილებ ყურადღებას, რომ ნახეთ დაკვირდით, მიუხედავად იმისა, რომ მე მონიშნე მხოლოდ search-ი, Google-ს მაინც მონიშნული აქვს display-ც და search network-იც. და include Google Search Partners. ეხლა რა არის ეს რა? Search partner-ები არის დამატებით სხვა საიტები, რომელთანაც Google თანამშრომლობს. ესეთი საიტი მაგალითად არის Amazon-ი, eBay და სხვა საძებო სისტემებიც ალბათ და შეიძლება იქ გამოაჩინოს რეკლამა, რაც ხშირად საერთოდ არ გჭირდება, იმიტომ რომ ჯობია ყველა ვარიანტში მხოლოდ Google-ზე იყო ფოკუსირებული. Display network-ი, ანუ საუბარია ბანერულ ტიპის რეკლამაზე და საუბარია რომ მაგალითად
გარდა იმისა, რომ გამოაჩენს search-ში, ასევე გამოაჩენს ამ ჩვენ ტექსტურ რეკლამას სადღაც საიტებზე, ხო? და საიტებზე ხშირად არ გვინდა ხოლმე რა ამის გამოჩენა, იმიტომ რომ თუ ამბობთ, რომ რეკლამა გვინდა ჩაეშვას მხოლოდ search-ში, საძებო სისტემაში, მაშინ იყოს მხოლოდ search-ში და არსად სხვაგან. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, რომ ეს search network-ის search partner-ები და display network-ი გავთიშოთ, როცა search-ში ვირჩევთ, იმიტომ რომ ისევ და ისევ კონცენტრირებული დავრჩეთ მხოლოდ search კამპანიაზე. აუცილებლად მივუთითოთ, რა თქმა უნდა, დასაწყისი დასასრული თარიღები. შეგვიძლია ასევე დავაშედულოთ რეკლამა და განვსაზღვროთ კონკრეტული დღეები და საათები, როდის უნდა ჩაეშვას. და ლოკაცია, ხო, რა, ანუ განვსაზღვროთ, ვის გამოუჩნდება ეს რეკლამა. ლოკაციაზეც გვაქვს რამდენიმე ოპშენი, რომ მაგალითად ესეთი რაღაც ვქნათ, რომ დავამატოთ ლოკაციები და გამოვრიცხოთ, მაგალითად აი ავიღოთ საქართველო. და გამოვრიცხოთ თბილისი. დააკვირდით, target-ი რაც არის exclude-ია, exclude-ი რაც არის გამორიცხვა. სოლომონის კუნძულები რატო აიღო? და იყოს თბილისი exclude. მე დაგვიდით წითელად მოინიშნა, ესე იგი, ვიღაცა თუ თბილისში იმყოფება და ჩვენ ესე იგი ვიღაცა თუ თბილისში იმყოფება რეკლამა არ გამოჩნდება, ხოლო დანარჩენ სხვას გამოჩნდება, ხო? კაი. ერთი აქ ამაზე გამომახვილებ ყურადღებას ნახეთ, targets რეობნები კიდე გვაქვს რამდენიმე ოპშენი. პირველი არის ესეთი რაღაც, რომ people in regularly in or who have shown interest in your target locations. ანუ ის ხალხი, ვინც აქ იმყოფება, რა ლოკაცია ჩვენ მოვნიშნეთ, ან ვინც სხვა ლოკაციიდან გამოხატა ინტერესი იმ ლოკაციის მიმართ, რაც მონიშნული. აი, მაგალითად, ესეთი წარმოიდგინეთ, რომ როცა იტალიიდან ტურისტი ეძებს საქართველოში რესტორნებს და ესეც search-ს აკეთებს, რომ best restaurants in Tbilisi, ხო? და ჩემი ლოკაცია თბილისია. რადგან ესე ვთქვათ მომხმარებელმა მოიხსენია ჩემს მითითებული ლოკაცია თავის საძიებო ფრაზაში, რეკლამას მაინც გამოაჩენს. მიუხედავად იმისა, რომ ის ფიზიკურად არ იმყოფება target ლოკაციაზე. თუმცა შემიძლია შევცვალო და უთხრა, იცი რა, ეგ არ მინდა და მოდი მხოლოდ იმ ადამიანებს აჩვენ რეკლამა, ვინც რეგულარულად იმყოფება target ლოკაციაზე. კაი. ენებს არ შევეხები, იმიტომ რომ აქ საუბარი ინტერფეისზე რა აქვს მომხმარებელს. აუდიტორებზე რაც გითხარით, რა აუდიტორებს ხშირად არ ვიყენებთ, იმიტომ რომ მაინც და მაინც ზუსტი არ არის სეგმენტაციაზე გამომდინარე იქიდან, რომ Facebook-ი ვითარ სოციალური ქსელი არ არის Google როგორც ასეთი და შეიძლება ცოტა რთული იყოს Google-ისთვის, რომ გამოიცნოს კონკრეტული მომხმარებელი, როცა search-ს ახორციელებს, ვინ არის, ხო და რა ინტერესი აქვს. ამიტომ ესეთ რაღაც შეგვიძლია ვქნათ, რომ ზოგადად ავიღებ მოდი რამეს უბრალოდ რომ ნახოთ რა გვაქვს და მე დავათარგეტოთ keyword-ების მიხედვით. აი ნახეთ, ეს უფრო მეტად ეს გვჭირდება what's actively searching or ანუ რას ეძებენ ხშირად. რა კატეგორიის ასე ვთქვათ, რა თემატურობასთან დაკავშირებით აკეთებენ ძიებას, ხო? აი მაგალითად, განათლებასთან დაკავშირებით, დასაქმებასთან დაკავშირებით, კვებასთან დაკავშირებით თუნდაც, ხო? ეს ზოგადი ინტერესები. და აი აქ დააკვირდით კიდე რომ audience targeting setting for this campaign. ანუ ეს რაღაცაა რომ თუ ეტყვით observations, ნიშნავს რომ რაც თქვენ მონიშნეთ, ეგ აუდიტორიაც იქნება და პლუს ხვებიც, რომელიც შეიძლება ასევე Google-მა დაამატოს, იმიტომ რომ გაზარდოს ალბათობა შედეგის მიღების. მაგრამ თუ ეტყვით targetings, მხოლოდ ამ აუდიტორიაზე დაათარგეტებს რეკლამას, რაც მონიშნეთ და მაქსიმალურად ეს თქვა შევიწროებული იქნება. როგორც წესი observation job-ია, იმიტომ რომ თვითონ დაარეგულირებს Google და თუ ხედავს რომ ამ ინტერესებში ასე ვთქვათ არავინ რასაც შეიძლება რომ რეკლამა აჩვენოს, მაშინ შეიძლება თვითონ დაამატოს ან გამორიცხოს სხვა ინტერესები, რომელსაც ჩათვლის რომ ვთქვათ ის მომტანია. bidding-ი, ანუ ბიუჯეტის რამდენს ვხარჯავთ, Google შემთხვევაში ვუთითებთ ღიურ ბიუჯეტს და ვეუბნებით რომ მაგალითად დღეში მაქვს ჩემი ბიუჯეტი $5, ხო, lifetime ბიუჯეტის ვარიანტია კარგია. და bidding, ანუ რაზე ვაკეთებთ ორიენტაციას, ანუ რა კონკრეტულ ქმედში ვიხდით ფულს, ხო, ეს რა შევხვდეთ. აი კლიკები
ნიშნავს, რომ რაზე კონცენტრირდები და Google-ს ვეუბნები, რომ ჩემთვის პრიორიტეტურია კლიკები და აუქციონზე შევდივარ კლიკებისთვის. შესაბამისად, ასევე კარგია რომ განვსაზღვროთ ესეთი რაღაც, რომ მე თუ ვიცი რაღაც ლიმიტი, რომლის იქითაც არ მიიღეს ფულის დახარჯვა, შემიძლია უთხრა maximum cost per click-ი რამდენი იქნება, ანუ მაქსიმუმ რამდენის დახარჯვა შემიძლია. და თუ კონკურენცია ისე გაიზარდა, რომ რაღაც დროს დავშოთ $1 მქონდა კლიკს მითითებოდა და გახდა $1.50, ხო? მაშინ Google მომხსნის, რეკლამიდან დააჭარბა და ტყუილად და ასე ვთქვათ, ფულს აღარ დავხარჯავ. აი, რადგან $5 მონიშნე, მოდი აქ მოვნიშნავ 0.20 cents. და ვეუბნები, რომ ესე იგი რეკლამა თუ 20 cents გადაცდა, всё, მოდი მომხსენი რეკლამიდან არ მიღირს მეტის დახარჯვა. ხო, ეს ვიტყვი edrotation-ი აქ მნიშვნელოვანი და რას ნიშნავს ეს, რომ Google სტანდარტულად ეს რაღაცას აკეთებს. ანუ ერთი კამპანიის ფაქტებში შეიძლება რამდენიმე საეკლამო პოსტი გქონდეს და კამპანია რო ჩაეშვება, Google შეცდება, რომ გამოიცნოს, რომელი მუშაობს ყველაზე კარგად და ის ატრიალოს უფრო ხშირი ინტენსივობით. და რადგან თქვა იმ კონკრეტულ რეკლამას უფრო მეტი კლიკი აქვს ვიდრე დანარჩენ სხვებს. თუმცა თუ შენ არ გინდა, შეგიძლია ეგეთ სვალო და უთხრა, რომ მოდი თანაბარი სიხშირით აჩვენე ყველა რეკლამა, ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ პრიორიტეტის მიცემა. Ad rotation-ში უთხრათ optimize for do not optimize, rotate as independent. შეიძლება უფრო ასე ვთქვათ არ გამოარჩევს, ასე ვთქვათ, თანაბარ ხილვადობას მისცემს ყველას. კაი. ხო, მოდი გავყვეთ ახლა მეტი არ გვინდა აქ. რამე კითხვები თუ არის თან რომ დასვათ გზა და გზა, შედარებით ეს ცოტა კომპლექსურია ვიდრე Facebook, იმიტომ რომ ბევრი წვრილმანია ხოლმე, რაც უნდა გავითვალისწინოთ. და რამეს თუ ვერ გაიგებთ ან კითხვები გაქვთ, აუცილებლად გკითხეთ. კაი, ნახეთ ესე იგი კამპანია შევქმნით და გადავედით ad group-ის ნაწილს. ანუ ეს ad group-ი რა არის? ახლა რომ ჩვენ აქ უნდა განვსაზღვროთ, გავუწეროთ ის სიტყვები, რომლებზეც დაატრიგერებს რეკლამას. ხო, რომ მაგალითად ეს ახლა პროდუქტი რო წარმოვიდგინოთ, რომ სესხი გვაქვს თუნდაც და ჩემი სიტყვა არის სესხი 2000 ლარამდე. სიტყვა დავუშვათ სესხი 2000 ლარამდე. ხო, და Google-ს ვეუბნები, რომ აი, როცა ეს ფრაზა დაისერჩება, გამოაჩინე ჩემი რეკლამა, ან როცა დავუშვათ სესხი დაისერჩება, ან არ ვიცი, სესხი 1000 ლარამდე, სესხი სესხის სახლიდან სახლიდან გავუწევთ და ასე შემდეგ. სიტყვების რაოდენობა შეზღუდული არ ხარ, შეიძლება 20000-მდე სიტყვა გქონდეთ. უბრალოდ თემა ისე როგორ მოიძიებ ამ სიტყვებს. სამწუხაროდ შენ ვერ ივარაუდებ, ანუ რა შეიძლება რომ დასაჭროს მომხმარებელმა, ერთგვარი დასაყრდენი გჭირდება, ხო, რომ ანუ წარმოგიდგენთ შეგექმნას, მაგალითად, რა keyword-ებს იყენებენ ყველაზე ხშირად. მაგიტომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესი Google-ის რეკლამის გაშვების დროს არის keyword-ების research-ი. რომ ჩვენ მოვიძიოთ ყველა ის სიტყვა, რასაც მომხმარებელი ხშირად იყენებს, ასე ვთქვათ, პროდუქტის ძიების დროს. აი, მაგალითად, ახლა მარტივი გზა ამ სიტყვების მოძიებისთვის არის ის, რომ პირდაპირ Google-ში როგორც კი დაწერ რაღაცას, აი მაგალითად, სესხი გავით რომ ჩაცკროლავთ ნახავთ ამ რეზულტატებს დააკვირდით, აი მაგალითად სესხი შემოსავლების გარეშე, ბანკის სწრაფი სესხი, სესხი 3000 ლარამდე, ხო? ანუ ეს ფრაზები უკვე არის მომხმარებლის მიერ დასერჩილი ფრაზები. და ასე ვთქვათ, Google გეუბნება, რომ რელევანტურია შენს მიერ დასერჩილ ფრაზას. და რა ძალიან კაია, რომ შეგვიძლია პირდაპირ ამოვწეროთ და ამოვიღოთ, ნახოთ რას ეძებენ ხშირად, ხო? პლუს როცა ერთ სიტყვას დააკლიკებ და მე სხვაგან გადახვარ, გაჩვენებს უკვე სხვა დანარჩენ რელევანტურ სიტყვებს. არ ვიცი, მოდი აქ ვნახოთ ესეთი რაღაც. სწრაფი სესხი ერთი თეთრის გადაერცხვის გარეშე, საინტერესოა. აი ამ ფრაზას ავიღებ თლიანს და ჩავაგდებ აქ. ანუ copy-paste-ის ამბავი უბრალოდ რომ შენ კონდეს მომზადებული სიტყვები და მე ამ სიტყვებზე ჩაუშვა რეკლამა. ეხლა ნახეთ რა ხდება
Google ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას გარდა სიტყვების გაწერისა, ასევე ვაკონტროლოთ კონტექსტი, ანუ რა კონტექსტში ჩნდება ჩვენი რეკლამა. რაც თავისუფლად დაგვეხმარება, რომ ზედმეტი ფულის ხარჯვა თავიდან ავიცილოთ. ანუ მაგალითად გეტყვით ახლა ეგეთ რამეს, რომ წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაქვთ ფასიანი კურსები, დავუშვათ. ზები არის ჩვენი target სიტყვა და მომხმარებელმა დასერჩა უფასო სასწავლო კურსები. ან უფასო კურსები თუნდაც. უფასო კურსები. და მოგდო ჩვენი რეკლამა, იმიტომ რომ მსგავსი თემატურებს და რელევანტურია, დააკლიკა, გადმოვიდა საიტზე, ნახე რომ ჩვენ ფასიანი კურსები გვაქვს, ის ეძებდა უფასო კურსებს და ფული ჩამოგვეჭრა, ხო? რაც იდეაში ესე იგი გამოვიდა, რომ ესე იგი მომხმარებელს არ ვაჩვენეთ ის, რასაც ეძებდა. და შესაბამისად ყველა დავხარჯეთ ფული. ერთი მინდა გაითვალისწინოთ ის, რომ Google-ს რეკლამა ძვირია, ერთი კლიკი შეიძლება 10 ცენტს დაგიჯეროთ, 30 ცენტის $1-იც კი და $1-ზე მეტიც ხშირად. და მაგიტო ეს კონტექსტის გაკონტროლება მნიშვნელოვანია ზედმეტი ფულის ხარჯვის თავიდან ასაცილებლად, რა რომ ზუსტად ვიცოდეთ, რა კონტექსტში ჩნდება ჩვენი რეკლამა. ამისთვის გვაქვს აი ქვევით თუ დააკვირდებით, აქვე არის აღწერილი ეგ, რომ სინტაქსი, ასე ვთქვათ, წერის სინტაქსი, რათა Google-ს უთხრათ, როგორ, ასე ვთქვათ, რა კონტექსტში უნდა გამოაჩინოს ჩვენი რეკლამა. აი მაგალითად, შეგვიძლია ეს რაღაც უთხრათ, რომ თუ დავწერ კვადრატული ფრჩხილებით და დავწერ სასწავლო ამის პირობა იქნება ის, რომ ესე იგი სასწავლო კურსები უნდა დაისერჩოს ზუსტად, მხოლოდ ეს, არც სიტყვა უნდა იყოს არც თავში და არც ბოლოში, არც შუაში, იმისთვის რომ რეკლამა გამოჩნდეს. ვიღაცამ რომ დასერჩოს მაგალითად უფასო სასწავლო კურსები, რეკლამა არ გამოჩნდება, იმიტომ რომ მას არაფერი არ უნდა იყოს თავში, შესაბამისად ბოლოში, არც შუაში. თუმცა ეს ძალიან პირობა გვიძლია უფრო საშუალო სიმკაცრის პირობა ავიღოთ და ესეთ რაღაც უთხრათ, რომ აი, თავში და ბოლოში შეიძლება რაღაც სხვა სიტყვები დაამატოს მომხმარებელმა, თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მინდორობა არ დაირღვეს. ამას phrase match-ები ქვია, ნუ ესეთი ჭყალებით ვწერთ. სასწავლო კურსები ესე ბრჭყალებით ვწერთ და აქ პირობა არის ის, რომ ანუ თანმიმდევრობას აქვს მნიშვნელობა, სადაც უნდა დაიწყოს კურსები და შუაში არაფერი არ უნდა იყოს. თუმცა თავში და ბოლოში შეიძლება. შესაბამისად, ვიღაცას რომ დაესერჩა მაგალითად ესეთი რაღაც. თბილისში მაგალითად დიზაინის სასწავლო თბილისში დიზაინის სასწავლო კურსები. იმიტომ რომ ანუ ეს თანმიმდევრობა არ დაირღვა, თლიანი ფრაზა გვაქვს ზუსტი ამ თანმიმდევრობით და ნუ თავში და ბოლოში ოკეია, შეიძლება თავში იყოს რაღაცა ან სასწავლო კურსები თბილისში, ეს რო ყოფილიყო. ან ეს რო ყოფილიყო დიზაინის სასწავლო კურსები თბილისში. ან დისტანციურად, რაღაც ეგრე. აქაც გამოაჩენს რეკლამას, იმიტომ რომ სასწავლო კურსების თანმიმდევრობა არ დაირღვა და თავში და ბოლოში, ნუ ოკეია, შეიძლება რომ დამატებით სიტყვები იყოს. კიდევ ერთი კატეგორია, რაც გვაქვს და პრინციპში ძველია, თუმცა ბარემ მოახსენებ, იყო ესეთი რაღაც პლუსებით ვწერდით. პლუს და ეს პლუსები იყო ის, რომ ესე იგი ორივე keyword-ი, რაც პლუსით მიწერია, უეჭველი უნდა არსებობდეს მომხმარებლის მიერ დასერჩილ ფრაზაში. ერთიც რო არ იყოს, ხო? მაშინ პირობა დაირღვევა და რეკლამას არ გამოაჩენს. თუმცა არ აქვს მნიშვნელობა თანმიმდევრებს. შეიძლება პირიქით იყოს, ანუ კურსები სასწავლო, ან სასწავლო კურსები მაინც გამოაჩენს რეკლამას. რა, ანუ პირობა არის ის, რომ ორივე სიტყვა ფიზიკურად უნდა იყოს მომხმარებლის მიერ დასერჩილ ფრაზაში. ამ კომბინაციების დახმარებით განვუსაზღვროთ კონტექსტს და ზუსტად ვიცით რა, დაახლოებით რა კონტექსტში აკეთებს საძიებო search-ს მომხმარებელი, ასე ვთქვათ, ძიებას და რომ თავიდან ავიცილოთ, ასე ვთქვათ, ისეთი კონტექსტები, რომელიც ყველათ ფულს დაგვახარჯებს. ხო, რაც უფასო კურსების მაგალითზე ვთქვი, რომ ეხლა უფასო კურსებს უძებს მომხმარებელი და შენ რეკლამით ფასიანი კურსებს თავაზობ, შეიძლება დაგაკლიკოს, გადმოვიდეს, მაგრამ ის არ არის, რაც მას ჭირდება, ხო? და შესაბამისად ჩამოგაჭრის ყველათ ფულს. კაი, რამე კითხვები თუ არის ახლა ამასთან დაკავშირებით?
კაი, მაშინ მოდი მივყვეთ. ესე იგი, ეს ტიპი გავიარეთ, სადაც განვსაზღვროთ keyword-ებს სხვადასხვა კონტექსტში, თავისი წესით, რომ როგორ იწერება ეს სიტყვები და შემდეგი სტეპი რაც დაგვშვა პრინციპში არის ახლა ის რომ უშუალოდ რეკლამა ავაგოთ, ხო? ანუ საუბარია ტექსტურ რეკლამაზე, რომელსაც აქვს თავისი ტექსტები, ლინკები და რაც მომხმარებელთვის იქნება ხილვადი საბოლოოდ. ნახეთ, რადგან ესე იგი search-ი ავიღეთ, ჩვენ გვიწევს ტექსტური რეკლამის აწყობა. ეს ტექსტური რეკლამა შედგება რამდენიმე კომპონენტისგან, არის heading-ები, ანუ სათაურები, არის პარაგრაფები ქვია, description-ები, ქვედა პარაგრაფები და არის კიდე დამატებით ლინკები. უბრალოდ აქ უნდა ვიცოდეთ ის, რომ ესე იგი ქართულ ენას ვერ ვიყენებთ რეკლამაში თვითონ, keyword-ებში კი, ანუ keyword-ები შეგვიძლია გამოვიყენოთ ქართული, თუმცა რეკლამაში ქართულ ენაზე ვერ ვწერთ. მოგვიწევს რომ ლათინური ასოები გამოვიყენოთ და ლათინურად დავწეროთ. კაი, მივყვეთ, მოდი, ესე იგი final URL-ი პირველ რიგში, ხო, ანუ ლინკი, სადაც გადამისამართდება მომხმარებელი საბოლოოდ. Headline-ი სათაური 1, headline-ი 2, სათაური 2 და headline-ი 3, სათაური 3. მოდით დავაწეროთ ესეთი რაღაც ამას, რომ ეს იყოს სწრაფი online სესხი. უკეთესო პირობებით 0% განაკვეთი. რაღაც ეგეთი. კაი. ასევე დავწეროთ description-ები, ანუ description-ებში უნდა ეცადოთ, რომ უფრო ცლად აღწეროთ თქვენი შეთავაზება, იმიტომ რომ უფრო მეტი სივრცე გაქვს. აქ თუ 30-100 გვაქვს, დააკვირდით limits, 30-100 შეგვიძლია 30 ქარაქტერი შეგვიძლია გამოვიყენოთ, description-ის შემთხვევაში 90 ქარაქტერი შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ. %, დაგვირეკე დღესვე. აი. description-ები დავწერეთ, headline-ები დავწერეთ, აქ tracking-ი მოდი ეს არ გვინდა advanced რაღაცებია. თუ აი აქ display page-ში შეგვიძლია გავუწეროთ შიდა, ესე იგი, სადაც ვამისამართებთ მომხმარებელს იმ შიდა გვერდის სახელს, რომ მაგალითად loan თუნდაც გვერდზე ვამისამართებთ, აი ნახეთ, დომენი აიღო და მიაბა მერე გვერდზე ეს loan-ი. და აქ პრინციპში ფათ 2 რო იყოს loans. რაღაც ეგრე. აი მოდი ერთს კიდევ შევქმნი. დააკვირდით, ანუ ერთი კამპანიის ფარგლებში შეიძლება 3 ტექსტური რეკლამა შექმნა. ამიტომ მოდი ერთს კიდე დავამატებ. აი ეს შეიქმნა, ერთი, ახლა მეორე შევქმნი. ამას წამოვიღებ. ესეც წამოვიღოთ. აი, ამ ორიც დავტოვებ, მოდი შევქმნათ ახლა და გადავიდეთ უკვე ფინალურ სტეპსზე. ხო. ესე იგი, review step-ზე უკვე ფაქტიურად გაჩვენე, ახლა იდეაში მე მეუბნება რომ რაღაც ხარვეზია კამპანიის, იმიტომ რომ ალბათ გამოვტოვეს setting-ები. მოდი ნახოთ რა პრობლემა გვაქვს. აი, მოდი რა ცოტა გავზარდოთ ბიუჯეტი. და ავიღოთ სხვა სიტყვები, იმიტომ რომ არ მოსწონს. იყოს ესეთი რაღაც.
დააკვირდით თან ბარემაკაც რომ შევხედოთ, ნახეთ მეუბნება რა, ესე იგი, საშუალო სტატისტიკას მაძრებს ახლა რომ ამ სიტყვებზე ერთი კლიკი შეიძლება 14 ცენტით დამიჯდეს. Cost-ი დღეში მექნება დაახლოებით $1.30 ხარჯი და 10 კლიკს მივიღებ ყოველ დღე. კაი, ნახოთ აბა ეს თუ მოაგვარებს პრობლემას. შვენიერი. მომზადა ხარვზე გამოსწორდა და ეხლა ერთ-ერთი რაც დამჩაის რომ დავაპაბლიშო და ეს კამპანია ჩაეშვება. კაი, კამპანიის ჩაშვების შემდგომ უკვე ჩვეულებრივ პრინციპში ვუყურებთ კამპანიის შედეგებს, ვახდენთ მონიტორინგს, მაგალითად რა მუშაობს, რა არ მუშაობს და ამის მიხედვით მოგვიწევს მერე რომ ხშირად ვცვალოთ ჩვენ keyword-ები. ანუ მაგალითად რა სიტყვები კონკრეტულად რამდენი გვიჭდება, შეიძლება ზოგიერთი სიტყვა მაგალითად უცებ გაძვირდეს და ხედავდეთ რომ კლიკი ჯდება დავუშვათ, არ ვიცი, $1 და მოხსნათ, ხო, იმიტომ რომ არ გვიღირს რომ მაგალითად მაგდენი ფული გადავიხადოთ კლიკში. ანუ პრინციპი აქ Facebook-თან შედარებით არის ის რომ კლიკში ვიხდით ჩვენ ფულს და სანამ მომხმარებელი არ დააკლიკებს რეკლამას, მანამდე თანხა არ გვეჭრება. Facebook-ის შემთხვევაში ყოველჯერზე როცა რეკლამა ნანახია და ჩნდება, ხო, თანხა გვეჭრება. კაი, რამე კითხვები თუ არის? ახლა მაინტერესებს თქვენ თუ გაქვთ რამე კითხვები. რაღაცა არ მომწონს ეს Google-ი. Facebook-ი უფრო საინტერესოა. იცი რა გაჩნია ალბათ use case. აი, ესეთ მაგალითი წარმოიდგინე ხარ, შენ მაგალითად გაქვს სანტექნიკის მაღაზია და მომხმარებელს რაღაცა გაუფუჭდა უცებ ან არ ვიცი, სააბაზონში რაღაცა გაუტყდა თუნდაც და უცებ დასერჩა, ხო, რა მაგალითად ჭირდება ონკანი. რა უფრო სად უფრო მაღალია ალბათობა იმის, რომ რეკლამას როცა მაშინ აჩვენებ რეალურად როცა მას ჭირდება წამოყვეს და პრობლემა აქვს და შესაბამისად შენ ეუბნები რომ აი ვიცი რომ შენ მაგალითად ონკანი გაგიფუჭდა და მაგითო გაჩვენებამ რეკლამას, ხო? ვიდრე მაშინ როცა უბრალოდ აი სახში არაფერი არ აინტერესებს, არ ვიცი, ისვენებს Facebook-ს სკროლავს და უცებ შენაჩვენებ ონკანის რეკლამას, ხო? რომელიც შეიძლება მის ინტერესში იმ მომენტში საერთოდ არ შედიოდეს. აი ეგ განსხვავების დაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი რომ რა დროს უფრო კარგია Google-ს რეკლამის გამოყენება. როგორც წესი Google-ს რეკლამა უფრო კარგია აი emergency service-ებისთვის. მაგალითად კბილის ექიმი, აი არ ვიცი, სანტექნიკი, რაღაც ისეთი ტიპის სერვისები, რაც ძებნადია, როცა მომხმარებლის პრობლემა უჩნდება, ხო? რაც უკვე უცებ რაღაცა გაგიტყდა, Google-ში გააკეთე სერჩი, რომ გჭირდება ხელოსანი, ხო? შენ რო პირველი რეკლამა გხვდება, რომელიც გეუბნება, რომ იცი რა, მაგალითად პირველი გამოძახება უფასოა, ხო? აი ძალიან დიდი მაღალია ალბათობა იმის, რომ ეგრევე გადახვალ იმ შეთავაზებას აიღებ. ვიდრე მაშინ, როცა უბრალოდ ეგ ინტერესი არ გაქვს და სახში ხარ ისვენებ და Facebook-ს სკროლავ, ხო? აი მაგ თვალსაზრისით Google უფრო ინტერესზე ორიენტირებული სარეკლამო პლატფორმაა და Google გეუბნება, რომ იცი რა, მე მაშინ ვაჩვენებ რეკლამას მომხმარებელს, როცა მასე სჭირდება. ვიდრე როცა მაგალითად საერთოდ შეიძლება არ ქონდეს ინტერესი და Facebook-ს სკროლავდეს და შენ მაგალითად უცებ ონკანის რეკლამას აჩვენებ. ისე და ისე გამომდინარეობს ალბათ რა ტიპის სერვისი ან ბიზნესი გაქვს რა. ახლა არ ვიცი, აი კბილის ჯაგრისის მაგალითი რო ავიღოთ, ხო? ახლა კბილის ჯაგრისის რეკლამის ჩაშვება სერჩი რა აზრია, ხო? იმიტომ რომ არავინ არ ეძებს ეს როგორც ასეთი. მაგრამ Facebook-ი კარგია, იმიტომ რომ ზოგადად ხილვადობის თვისად უფრო media type advertising პლატფორმა, ვიდრე მაგალითად ინტერესზე ორიენტირებული და არა ის რომ თქვა როცა ჭირდება მაშინ აჩვენებ რა. Emergency service-ებისთვის არის Google იდეალური. მინდა გითხრათ რომ გაყიდვებზე ძალიან მაგრად მუშაობს და ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმაა რომ პირდაპირ მოიყვანო მომხმარებელი ისევ და ისევ იმ ლოგიკიდან გამომდინარე რომ მხოლოდ მაშინ აჩვენებ რეკლამას, როცა მასე სჭირდება. კაი, სხვა კითხვები თუ არის რამე? ასეთ ვიცი რა მაინტერესებს, ანუ თქვენ თუ ხო გქონეთ ესეთ შემთხვევა, რომ როცა რაღაცას ეძებ Google-ში, ხო გიყრის რეზულტატებს, ზოგი რეზულტატი მაგალითად რეკლამაა, ზოგი რეკლამის გარეშე. სკიპავ თუ არა რეკლამებს, აი წეგან მაგალითიც რომ გაჩვენეთ მაგალითად, რომ ეხა სესხი რომ დავსერჩო, ესეთი ქცევა გვაქვს დაჭერილი მომხმარებლის, რომ სესხი რომ ავიღო ისე ესე ხო რეკლამები, ანუ რეკლამებს ტოვებენ ხოლმე და ეძებენ მერე ქვევით უფრო რეზულტატებს. თქვენ თუ აკეთებთ ეგეთ რამეს?
არა, რამე უბრალოდ რომ დაგისერჩი. პირველი ინფორმეოვა. აჰა. ხო, ანუ მე რეკლამებს მეც ვტოვებ ხოლმე ყოველთვის. ხო, ეგეც არის, მინდა გითხრათ, ეგ ცევა ცნობადია, რომ როცა რეკლამა მოხარებელს ტოვებენ რატომღაც და გადადიან სხვა რეზულტატებზე, რომელიც რეკლამით არ არის. თუმცა არ ვიცი, ეგეც ისეთია რა, ანუ უჭველი ვერ იტყვი, ესე არ მუშაობს. მაინც გააჩნია მოხარებლის ქსევა. ზოგის უმჯობესია, რომ პირველი რაც ხვდება, ეგრევე იმას დააკლიკოს და იპოვოს ის, რასაც ეძებს, ვიდრე ის, რომ გაყვეს ეძებოს რეზულტატები და მიაგნოს სადღაც მესამე მეხუთე გვერდზე. მაგიტო აი რეკლამის ჩაშვების დროსაც რაშიც ვიხდით ხოლმე ფულს არის ის, რომ რაც შეიძლება წინ ვიყოთ, ხო, რომ გავზარდოთ ალბათობა იმის, რომ ჩვენ და გვაკლიკოს და არა ჩვენს კონკურენტს. კაი, მოდი 10 წუთიანი ბრეიკი გავაკეთოთ და მერე გავაგზავნოთ ისევ, ხო? 10 წუთი შევისვენოთ. კაი, 10 წუთში დავუბრუნდები უკან.